უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით მთელი ანსამბლ ჰერულას წევრების სახელით მინდა მოგილოცოთ აღდგომის უდიდესი დღესასწაული. თქვენ ამ ანსამბლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბრძანდებით. როგორც ცნობილია. დიახ. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს თქვენ პირადად მიულოცო პირველ რიგში ჩემს ულამაზეს კუთხის ხალხს, ულამაზეს კუთხის შვილებს. ვინც მოახერხეს ჩამოსვლა, ვინც აქ იყვნენ და ხვდნენ და ის მათ, ვინც დიდი ზეიმით აღნიშნეს, დიდი სიხარული იყო მორიგი წლისა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, წელს ასე აღმოჩნდა, რომ მე ვერ შეუერთდი ჩემი ანსამბლის ბიჭებს, რამდენიმე დღით მომიწია საქართველოში ჩამოსვლა ზუსტად იმ დღეებში, როდესაც აღდგომის დღესასწაული მიმდინარეობდა ჰერეთში. თქვენ ტრადიციული ოჯახი გაქვთ, ვასილ, მე მინდა მსმენელებს უთხრა, რომ თქვენი მამა ბრძანდება ცნობილი პოეტი ზურაბ პაპიაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი წილი აქვს ქართული პროპაგანდის სწორედ ამ ისტორიულ მხარეში. აი ამ ხრივ როგორ ხდება თქვენი ოჯახი? რამდენად ინარჩუნებთ ტრადიციებს? იმიტომ რომ ჩვენ გადაცემის თემა სწორედ არის აღდგომის წესჩვეულებების, ტრადიციების, ასე ვთქვათ, შეხსენება მსმენელებისთვის და მისი გაგრძელება როგორ ხდება? რამდენად ინარჩუნებთ აი ამ წესებს? პირველ რიგში დიდი მადლობა მამის და ზოგადად ოჯახის კომპლიმენტისთვის. სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მამა დემეტრე იყო ჩართული, ხუთშაბათ დღეს სასაფლაოზე ჭიმის მობრუნების ტრადიციის შესახებ საუბრობდა. ჭიმის მობრუნების ტრადიციის შესახებ ამას რაღაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს და თუ სწორად მახსოვს, სწორედ მამისგან მაქვს მოსმენილი ეს და თუ შეძლებს და ჩაერთვება ამ საკითხზე, თუ რა დანიშნულება, უпростоრად რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ჭიმის მობრუნებას, კარგი იქნება. რაც შეეხება სხვა ტრადიციებს, ეს ისტორიკოსების საქმეა. შეიძლება ბატონმა თემურმა გაგვიმარტოს. როგორც ისტორიკოსმა, არ ვიცი, რა ცნობებია კონკრეტულად. ბატონ ზურა სხვა ინფორმაციებიც აქვს. კარგი იქნება და ვერ მოახერხა ბატონმა ზურაბმა სამწუხაროდ ჩართვა ჩვენთან. შემდგომში. შემდგომში აუცილებლად შევეკითხებით ამ საკითხზე. დიახ, რაც შეეხება ტრადიციებს, ძველი ტრადიციებიდან რამდენიმე ძირითადი დღეისათვის არის შენარჩუნებული ძველი ტრადიციები. თქვენ ამ ტრადიციაში ერთვებით, ვასილ? უკაცრავად ვერ გავიგე შეკითხვა. ამ ტრადიციებში ხართ ჩართული, ანუ გაბრძანდებით სასაფლაოზე, ასუფთავებთ, თუ აი რამდენად ატარებთ რიტუალს? როგორ შეიძლება არ ვიყო ჩართული ამ ტრადიციებში? ახალ თაობას ხშირად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და ამიტომ დაგისვით ეს შეკითხვა. არა, დიახ, რა თქმა უნდა, მაქვს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ხალხური ანსამბლი თავისთავად ტრადიციულ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ტრადიციების გაცოცხლებაზეა დაფუძნებული, მისი მიზანიც ეს არის და შესაბამისად წარმოუდგენელიც იქნებოდა, რომ არ ვიყო ჩართული. რაც შეეხება და საერთოდ ვასილი როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება დღეს? რისადმი ვერ გავიგე. აი საერთოდ ქართული ტრადიციების ამგვარი დღესასწაულებს აღნიშნავენ თუ უფრო განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ მათ? სწორედ ამაზე ვსაუბრობდი წეგან, რაც არის დღეისათვის შენარჩუნებული იმ ძველი ტრადიციებიდან, დღეს რომლებიც არის შენარჩუნებული, რამდენიმე მათგან ჩამოგიცვლით და თავისთავად იგულისხმება ის, რომ ქართველების, კახის ქართველების 100 თუ არა 99% ეს მოიცავს მათ შორის ახალგაზრდებსაც ჩართული, არათუ ჩართულია, თითქმის თავიდან ბოლომდე არის გამზიარებელი
ამ ყველაფრისა. ანუ არ მიიჩნევენ ამ ტრადიციებს ძველმოდურად, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ახალ თაობას ხშირად სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს საკუთარი ტრადიციების მიმართ დღეს განსაკუთრებით. არის ტრადიციები, რომლებიც უკვე თანდათან მივიწყებას მიეცა და არის ტრადიციები, რომლებიც არის შენარჩუნებული. და აი ვასილ, რაზე გწყდება გული ისეთი ტრადიცია, რომელსაც ივიწყებს ნელ-ნელა თაობა და იშლება საერთოდ მეხსიერებით. არის პირველ რიგში მე მინდოდა მეთქვა, რომელი ტრადიციებიც არის შენარჩუნებული, მაგრამ ვინაიდან ასე ითხოვს საკითხი, მაშინ ვიტყვი, რომელი ტრადიცია არის მაგალითად მივიწყებული, თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ ამაზე შეიძლება გულის დაწყვეტა, რადგან ერთგვარი წარსულის ისეთი გადმონაშთი იყო ეს ტრადიცია, რომელიც დაპირისპირების გამოხატულებას უფრო წარმოადგენდა. იყო მაგალითად ესეთი ტრადიცია, როდესაც კვერცხების დაჭიდება ხდებოდა ერთ-ერთი კვერცხის გატეხვისას, ან კიდევ იყო ესეთი ტრადიცია აღდგომა დღეს, როდესაც უკვე მარხვის პერიოდი დასრულებული იყო და შესაბამისად იყო უფლება და საშუალება მაგალითად ღორის ხორცის დაგემოვნებისა პირველ ლუკმას გადმოაფურთხებდნენ და იტყოდნენ ლეკო დაგხეჩ მაგალითად, მაგრამ ეს ტრადიცია უკვე ეს თვითონ იყო იმ პერიოდის ანასახი, რა პერიოდშიც იყო დაპირისპირება ლეკებსა და ქართველებს შორის და ასეთი ტრადიცია ვფიქრობ დღეისათვის უკვე არც არის საჭირო, რომელიც დაპირისპირების გამოხატულებას წარმოადგენს. იმდენად რამდენადაც დღეისათვის აღარ არის ქართველებსა და ლეკებს შორის ცუდი ურთიერთობა, პირიქით დადებითი ურთიერთობა. რაც შეეხება შენარჩუნებულ ტრადიციებს, ყველაზე ერთ-ერთი შესახებ გავამახვილებ ყურადღებას, რომელიც შესახებაც მგონი დღეს არ თქმულა, იმიტომ რომ დარწმუნებული არ ვარ, თავიდან ვერ გისმინეთ, ცოტა გვიან ჩავერთენე და იმ დროიდან დაახლოებით, როდესაც მამა დემეტრე იყო ჩართული და დიდი მოკითხვა მამა დემეტრეს. ერთ-ერთი ესეთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ საფლავების მონახულება ჩვენი კუთხის ხალხის მიერ ხდება აღდგომის მეორე დღეს და ეს არის შედარებით ახალი ტრადიცია, თუმცა არის ზუსტად პარალელური იმისა, ანუ შინაარსობრივად ჯდება იმ ჩარჩოებში, რასაც ქვია მარხვის შემდგომი დღე, როდესაც უნდა მოხდეს გახსენება მიცვალებულების. ანუ რას გულისხმობ? მანამდე და დღესაც უფრო მეტად გავრცელებულია მარიამობის მარხვის დასრულების შემდეგ კახში სასაფლაოებზე ასვლა და მიცვალებულთა გახსენება. სხვათა შორის მარიამობის მარხვასაც და ზოგადად მარხვის დასასრულს ჩვენს კუთხეში უწოდებენ გასხლინებას, ანუ გახსნილებას, ანუ როდესაც უკვე ხსნილია სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის მიღება, რომელიც მარხვის პერიოდში არ იყო. მისაღების შესაბამისად როგორც აღდგომის დიდმარხვის შემდგომ, ზუსტად ასევე მარიამობის მარხვის შემდგომ ხდება სასაფლაოებზე ასვლა. მასი ჩვენ უნდა დავასრულოთ, ჩვენი დრო იწურება და სხვა გადაცემაში აუცილებლად დაუბრუნდებით ტრადიციებს, წესჩვეულებებს, განსაკუთრებით ჰაერეთში ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს იდენტობის შენარჩუნების ძირითადი საფუძველია, მე ასე ვფიქრობ. დიახ, და მინდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ბატონ თემურს და მიულოცო აღდგომის დღეს. ძალიან დიდი მადლობა ვასილ, დაგემშვიდობებით და დიდი მადლობა, რომ ასე ინარჩუნებთ ქართულ ტრადიციებს და ქართველობას. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ბატონ თემურ, ჩვენ უნდა დავასრულოთ და სულ 2 წუთი დაგვრჩა.
და შეფასება მინდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენ ეს წესჩვეულებები. ტრადიციების შენარჩუნება წესჩვეულებების რაც გვაქვს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ ამას ვერ შევინარჩუნებთ, ჩვენ დავკარგავთ რეალურ სახეს.